üzülerek söylüyorum. Milletimizin ვწუხვა რომ ჩვენი ერის ნების უზურპაცია ხდება. ამ პროცესში კი ბოგოტად იყენებენ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს. ჩვენ ვდგავართ უდიდესი ტირანიის წინაშე, თუმცა მსურს იცოდეთ რომ ფარხმალს არ დავყრი. სრულიად ერმა უნდა იცოდეს რომ მყარად ვიდგები. გავაგრძელებ ბრძოლას ამ ადამიანის წინააღმდეგ. konutunun kapısına yığmıştır. Yüzlerce polis yığmıştır. ეს მიმართვა სტამბოლის მერმა პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავარმა პოლიტიკურმა მეტოქემ ექრემ იმამოღლუმ კორუფციის ბრალდებით დაკავებამდე საკუთარ სახლში ჩაწერა. ოპოზიციის და კრიტიკული ხმების ჩახშობის რეპრესიული კამპანიის ფარგლებში პროკურატურამ მერთან ერთად მისი პრესმდივანის და მერიის 100-მდე თანამშრომელის დაკავების ორდერიც გასცა. ხელისუფლების კრიტიკოსების თანახმად დაკავებების სერია 2024 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერდოღანის მმართველი პარტიის მარცხს მოჰყვა. მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სასამართლო დამოუკიდებლად მუშაობს და უარყოფენ ბრალდებებს, რომ ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებულია. მიუხედავად ამისა, დაკავებამდე ერთი დღით ადრე პროკურატურის მიმართვის საფუძველზე სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომიც გაუქმა, რაც ნიშნავს, რომ თურქეთის კანონმდებლობის თანახმად იგი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ვერ იღრის. როგორც ცნობილია, სულ რამდენიმე დღეში 23 მარტს მერის რესპუბლიკური სახალხო პარტია მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში იმამოღლუს კანდიდატურის დასახელებას გეგმავდა. პარტიის თავმჯდომარის ოზგურ ოზელის თანახმად დაკავებების მიუხედავად კენჭისყრა გეგმის შესაბამისად მაინც გაიმართება. მან ოპოზიციასთან დაკავშირებულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ იმამოღლუს დაკავება ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობაა. Artık her şey bekliyor bir hale geldi. ყველაფერი მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ რაც გუშინ მას დიპლომი უკანონო პროცედურებით გაუქმეს. ძალიან საინტერესო დღეებს გავდივართ. სასაცილოა, თუმცა ამასთან ყველაფერი საშიშად გამოიყურება. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი ხალხისგან. გამჭვირვალედ ვმუშაობთ. Çok korkunç. Bir kere diplomanın iptali usulsüz. ექრემ იმამოღლუ, რომელსაც თაღლითობას, მექრთამეობას და თურქეთში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან თანამშრომლობას ედავებიან, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია. იგი თურქეთის უდიდესი ქალაქის სტამბოლის მერად 2019 წლის მარტში აირჩიეს. იმამოღლუმ თანამდებობა 2024 წლის მუნიციპალურ არჩევნებშიც განიმტკიცა, როდესაც პრეზიდენტ ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის კანდიდატი მურად ქურუმი ხმების 51%-ით დაამარცხა. მერის დაპატიმრების შემდეგ თურქული ლირა მნიშვნელოვნად გაუფასურდა და ახლა 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 41 ლირაა. პროტესტის თავიდან აცილების მიზნით ხელისუფლებამ გადაკეტა სტამბოლის მიმდებარედ არსებული რამდენიმე გზა და მომდევნო 4 დღის განმავლობაში ყოლა საზოგადოებრივი შეკრებაც აკრძალა. მიუხედავად ამისა, 100-ზე მეტი ადამიანი ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის გასაპროტესტებლად პოლიციის შენობასთან მაინც შეიკრიბა.